მოგესალმებით. როგორც იქნა ჩაიარა ახალწლება, გართობამ, დალევამ. ამიტომ დადგა დრო დაუბრუნდეთ Zoe Graphics და გავაგზავნოთ თამაშის კეთება. ესე იგი, რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს. დღევანდელ ეპიზოდში ბევრად საინტერესო რაღაცები მოხდება, ვიდრე წინა ვიდეოში მოხდა. ამიტომ მოკალათი კომფორტულად და დავიწყოთ. ეხლა გავხსნი Units და დავიწყებ პირველ სისტემის კეთებას. პირველ სისტემას, რომელსაც თამაში დავამატებ, იქნება ტყუების სროლა. რადგან თამაში ბევრი მტერი გვეყოლება და მოთამაშეს უნდა შეეძლოს როგორმე ამ მტერთან გამკლავება. და ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარიანტია ტყუების სროლა. ამიტომაც რატომ არა? გავაკეთოთ პირველივე ტყუების სროლა. ესეც ტყუის სროლის პირველი ვარიანტი. მართალია ყველაფერი ისე არ მუშაობს როგორც უნდა მუშაობდეს, მაგრამ რაღაცას მაინც აკეთებს. თავარი ეგა. ეხლა გადავტენი კლავიატურას და ამ პრობლემას მოვაგვარებ. დავიწყოთ. ესეც ასე, ტყუის სროლის სისტემა უკვე გამართულად მუშაობს და შეგვიძლია ტყუების სროლა. ამიტომ უკვე შეგვიძლია მე მგონი მტერის დავამატოთ, მაგრამ სანამ ამ საქმეს ვიზავთ, მოდი მანამდე ეს პლატფორმა წავშალოთ, სადაც ეს მოთამაშე დგას. რადგან ძალიან საშინელება და არ მომწონს. ამიტომ სანამ მითალი მაპებით ახალ მაპს ავაწყობ, თქვენ მანამდე არხი გამოიწერეთ და ვიდეო მოიწონეთ. რომ მოვიხოდო და ახალ ვიდეოები სწრაფ-სწრაფად გადავიღო და დავაედითო. თორე ისე მაგრად მეზარება ახალი ეპიზოდების გადაღება. კარგი, მოვჩეთ ახლა ჭიჭყის 5 წლის პატარა ბავშვით და გავაკეთოთ სატესტო გავლა ახალ მაპზე. ნახოთ ერთ როგორ მოეწოება ჩვენს მოთამაშეს ახალი გარემო, რასაც უყურებ ნამდვილად არ გავს უკმაყოფილოს და უკვე თქვენი თვალითაც ხედავთ როგორ თამამად დარბის ახალ პლატფორმებზე. არა მგონი ამას რაიმე პრობლემა შეექმნა სამომავლოდ თუნდაც მტერს ამემართებაში. მართალია ტყუის სროლა უკვე დავამატეთ თამაში, მაგრამ ტყუები თუ არ გექნება ვერც გაისვრო, ლოგიკურია. ამიტომ მოდი ახლა დავამატოთ ტყუების აღება მიწიდან. ეს კუბი ახლა რომელსაც თქვენ ხედავთ, რა თქმა უნდა სატესტოდ, როდესაც ყველაფერს დავასრულებ, ავაწყობ, კოდი საწერილი მექნება, რა თქმა უნდა ამ კუბს თავისი მოდელით შევცვლი, რომელიც ბევრად ლამაზი იქნება. როგორც უკვე ხედავთ, შეგვიძლია ტყუების მიწიდან აღება და მხოლოდ ამის შემდეგ გასრულა. მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა. გვჭირდება UI, რომელსაც ახლავე დავამატებ. ყველაფერი მიდის წვიმაწყალივით. საბოლოოდ შეიძლება ვთქვა, რომ ტყუის სროლის სისტემა მთლიანად 0-დან ბოლომდე დასრულებულია. ეხლა კი უკვე ნამდვილადაა საჭირო რომ დავამატოთ თამაში მტერი, რადგან უკვე ჩვენ მოთამაშეებს ის სროლა, სირბილი, ახტომა და ჭირდება რაიმე დაბრკოლება, რითიც თამაში ბევრად საინტერესოს გახდის. და ამიტომაც დავამატე ეს შავი. შავი არა, უფრო ნაცრისფერი მტრის მოდელი. და ასევე დავიწყო ლოგიკის გაწერაც, რომ როდესაც ახლოს მოვა, დაგვეკლოს სიცოცხლე, ან საერთოდ მოჰკლას. ზუსტად ისე მუშაობს მტრის სისტემა, როგორც უნდა მუშაობდეს. როდესაც გარკვეულ მანძილზე მოახლოვდებით, დაგვიწყებს დევას და იქამდე შეგვეშვება, სანამ არ მოჰკლავს. მაგრამ ჯერჯერობით ეგ არ იცის, რომ უნდა მოჰკლას. მაგას უკვე შემდეგ ვიდეოებში ვასწავლეთ. დღეისთვის კი სულ ეს იყო. შეხვედრამდე.